კომპანია LG Electronics-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოპულარული სენსორული ეკრანის მქონე მობილური ტელეფონის KP500-ის გაყიდვებმა 10 მილიონ ცალს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ეს მოდელი 2008 წლის ნოემბრიდან გამოდის. KP500 უკვე მეხუთე მოდელია, რომელმაც ამ შთამბეჭდავ რეზულტატს მიაღწია. მანამდე ეს LG Chocolate-მა, LG Shine-მა, LG KP100-მა და LG KJ270-მა შეძლეს. მაგრამ KP500-მა ამ რეზულტატს 13 თვეში მიაღწია და LG-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ტელეფონი გახდა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ KP500-ის გაყიდვებმა ასე მოკლე დროში 10 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ზრდის ჩვენს რწმენას იმაში, რომ სწორედ შევაფასეთ მომხმარებლის საჭიროება და შევთავაზეთ ტელეფონი მთლიანი სენსორული ეკრანით, ფუნქციების დაბალანსებული კრებულით და დახვეწილი დიზაინით. განაცხადა LG Electronics Mobile Communications კომპანიის პრეზიდენტმა სკოტ ანიმ. LG გააგრძელებს მომავლის ფორმირებას და კვლავ შემოგთავაზებთ პროდუქტებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და გემოვნებას, დასძინა მან. LG KP500 გამოსვლის დღიდან მომხმარებლების ფართო აუდიტორიაში გახდა პოპულარული. ასე ევროპაში გაყიდვების რაოდენობა 5 მილიონს მიაღწია, ლათინურ ამერიკაში 2 მილიონს, აზიაში კი 2 მილიონზე მეტი ტელეფონი გაიყიდა. ყოველთვიურად თითქმის მილიონი ტელეფონი იყიდება და LG იმედოვნებს, რომ საახალწლოდ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება. ხელი და დახვეწილი მრავალ ფერში წარმოდგენილი LG KP500 აძლევს საშუალებას მომხმარებელს აირჩიონ ტელეფონი საკუთარი გემოვნებით. ტელეფონი არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და ისეთი მაჩვენებლები აქვს, რომლებიც მხოლოდ ძვირადღირებულ ტელეფონებს გააჩნია. მათ შორის გასაგები და მოსახერხებელი ინტერფეისი, ვიჯეტები, სწრაფი მართვის კლავიშები და 3 მეგაპიქსელიანი კამერა. ამ მოდელის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებაშია. ასე მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისთვის გამოშვებული მოდიფიკაციაში შედის ყურანი და კომპასი, რომელიც მექისკენ აჩვენებს მიმართულებას. ჩეხეთისთვის, სადაც ჰოკეი ძალზე პოპულარულია, LG-მ ტელეფონში თამაში ჩართვა, რომელშიც ჰოკეისტებს პრაღის სპარტას ფორმა აცვია. LG თვლის, რომ KP500 გააგრძელებს მაღალი გაყიდვების შენარჩუნებას, ისევე როგორც LG Chocolate და LG Shine. გრანდიოზული წარმატების ფონზე კომპანია 2010 წლისთვის ახალი, გაუმჯობესებული მაჩვენებლების მქონე ტელეფონის გამოშვებას აპირებს.